Salve, მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ გაზაფხულის სუნამოების შესახებ. დღეს პატარა ნაერთი გვაქვს ვიდეოების ორი სერია მაქვს როგორც იცით, სუნამოების შესახებ ვსაუბრობ და კიდევ ერთი ახალი სერია, სადაც სუნამოების ტესტერების შესახებ გესაუბრებით. ღირს თუ არა სრული ზომის ფლაკონში თანხის ინვესტირება თუ ჯობია რომ ტესტერებთან დავრჩეთ. დღეს ასე ვთქვათ, პატარა ნაერთი გვაქვს ამ ორი ვიდეოსი, ორი სრული ზომის პარფიუმი გვაქვს და 4, უბრალოდ 3 ტესტერი და ერთი სამოგზაურო ზომის. სიამოვნებით მითხარით თქვენი ფავორიტი გაზაფხულის სუნამო რომელია? ან რომელია თქვენს სიაში რომლის შეძენა გინდა, ან რომლის მარაგები გაქვთ ისევ თავიდან შესავსები. პირველი სუნამო რომელთაც ვიწყებთ არის ნიშე პარფიუმების სახლიდან. ამ ფრანგული სახელის წარმოთქმა Google-ს უნდა ვკითხო, აბა ერთი ზუსტად როგორ არის? Miller et Berthaud. Miller et Berthaud. Okay, დაგეთანხმები, ეგრეა. Close your eyes and. ესე ქვია სუნამოს, პარფიუმის ვერსია. მე აქ ჩემი პატარა დეტალები მაქვს ჩანიშნული, როცა ვტესტავ ხოლმე სუნამოებს, ყოველთვის ვიწერ ხოლმე რაღაცებს. ეს არის იდეალური გარდამავალი სეზონის სუნამო, ჩემი აზრით. არც ძალიან სუბუქი, ისეთი აი ცხელი ზაფხულის და არც ისეთი რომ ძლიერ სიცივეში გამოგადგეს, მე მგონი მას ერთ შემთხვევაში უფრო დაიკარგება არომატი. ამიტომ გაზაფხული შემოდგომის სუნამოსთვის, გაზაფხული შემოდგომის სეზონისთვის ჩემი აზრით არის იდეალური არჩევანი. ეს არის ვარდის სუნამო. ეს არის აი როგორ ანუ სხვა ნოტებიც აქვს, ახლა წაგიკითხავთ უფრო დეტალურად. მანდარინი, ციტრუსის ნოტები, თურქული ვარდი, მსხალი, ჟასმინი, ჰელიოტროპი, ყვავილი, არ ვიცი ქართულად თუ ქვია რამე კიდე სახელი ჰელიოტროპს, ნუში და დარიჩინი. ანუ ეს არის ვარდი, შემდეგ ოდნავ აი წვანი ყლორტების, ფოთლების, ხის, აი ნუშის და დარიჩინის ოდნავ სიმწარე შემოდის, ანუ ეს ფრეშ არომატი, ისე რომ ზედმეტად არ ტკბება სუნამო და ჩემთვის ძირითადი ნოტები, რომელსაც ვიღებ ამ სუნამოდან არის ეგ. განსაკუთრებით მინდოდა მეხსენებინა სუნამო ადამიანებისთვის, რომლებსაც არ უყვართ ვანილას არომატი. სამწუხაროდ, ჩემთვის სამწუხაროდ არა. მე მიყვარს ძალიან გურმანი სუნამოები, მე მიყვარს ზამთრის სუნამოები, უფრო მძიმე პარფიუმები. ჩემი სუნამოების არც 90% არის ეგეთი, ოდნავ უფრო მძიმე სუნამოები. ამიტომ მინდოდა მეხსენებინა რაღაცა ერთხელ მაინც ერთი ისეთი სუნამო, რომელიც ვანილას არ შეიცავს და მაინდა-მაინც ისეთი გურმანი ნოტები არ აქვს შეგნით, იმიტომ რომ მესმის რომ ყველასთვის არ არის, მით უმეტეს თუ ზამთრის სუნამოებზე არ ვსაუბრობთ მაინდა-მაინც. ამიტომ, ვისაც გიყვართ ეს ციტრუსოვანი ნოტები, ვარდი ბევრი გემრიელი ვარდი, ოდნავ სიმწარის, სიმწვანის, ფრეშ, ცოცხალი გაზაფხული და გავიღვიძეთ და მზე გამოვიდა და ეს ბაღის ფრეშ არომატები, აი ეგეთი სუნამოა, საკმაოდ კარგი სილიაჟი, 7-8 საათის განმავლობაში გრძნობს ნამდვილად კაზე თუ მიიბკურებთ განსაკუთრებით. ჩემთვის სრული შეფუთვის სუნამო არ არის, მე როგორც გითხარით, ცოტა სხვა სუნამოები მიყვარს, მაგრამ რადგან სუნამო ძალიან ინდივიდუალური ამბავია, ყველა განსხვავებულად აღიქვამს არომატს და ასე შემდეგ, მინდა რომ მაქსიმალურად ცოტა განსხვავებული რაღაცები შემოგთავაზოთ კატეგორიების სუნამოების, რომ ასე ვთქვათ, ყველასთვის რაღაცა იყოს, ხო? შემდეგია Quatre Boucherons, ეს არის მათი ფლენკერებიდან ერთ-ერთი სუნამო, ამ ხაზიდან როგორც ვიცი, სხვა სუნამოებიც აქვთ. ჩემი აზრით ესაა იდეალური ქორწილის სუნამო. ეზოს და ბაღის და გარეთ ანუ ქორწილი შეიძლება არ იყოს მაინდა-მაინც, მაგრამ რაღაც ესეთი დღესასწაულის ფართის სუნამო, როცა არ გინდა რომ ზედმეტად ვინმე შეაწუხო, როცა დღის განმავლობაში ხდება ეს ყველაფერი, დღის ტემპერატურები გვაქვს, ანუ უფრო თბილა და რაღაცა ფრეშ, სასიამოვნო, შვიდი, ელეგანტური არომატი გინდა რომ გქონდეს, ისე რომ ზედმეტად არავის არ ხვდებოდეს ცხვირში შენი არომატი, მაშინ როცა განსაკუთრებით ასე ვთქვათ, ბევრი ადამიანი იყრის ერთად თავს, ესაა 2015 წლის სუნამო, ესაა ძალიან ხილოვანი, ძალიან ყვავილოვანი, აი იდეალური გაზაფხულის სუნამო. ნამდვილად იდეალური გაზაფხულის სუნამოა, მწვანე მანდარინი, კენკროვანი ხილი, ფორთოხალი, ბულგარული ვარდი, ჟასმინი, მუშკი, სანდალისხე, ანუ ისეთი ოდნავ სიმწარით და ეს მწვანე აკორდებით, ეგეთი თემა როგორც აქ არის, მასე არა, ეს ოდნავ უფრო დახვეწილია, ოდნავ უფრო ელეგანტურია იმ მხრივ, რომ უფრო მეტად გვაქვს თუნდაც სხვა ყვავილოვანი ნოტებიც, თუნდაც ჟასმინი შემოდის, მუშკი შემოდის, ну რაღაცა ცოტა სხვანაირი ტექსტურას აძლევს, რა თქმა უნდა, ეს ნოტების სუნამოს, მაგრამ ლიდერი აქაც არის ვარდი. ეს არის კლასიკური ვარდი, ეს არის ცოცხალი, ახალი ფრეშ ვარდი, აი ვარდი თავისი ყლორტებით, ფოთლებით, სიმწვანეებით, ეკლებით. ანუ ეს არის ახალ გამოღვიძებული კოკორი ვარდის, ახალი გაზაფხულის პირველი კვირეები და თვეები. თუმცა ეს მას ანიშნავს, რომ უფრო თბილ სეზონზეც ვერ გამოიყენებთ. ჩემი აზრით, გაზაფხულზე იდეალური დღის სუნამო იქნება და ოდნავ უფრო ცხელ სეზონზე ვიტყოდი, რომ საღამოს სუნამო.
ისე გულწრფელად რო გითხრათ, აი signature sense რასაც ეძახიან, ანუ სუნამოები, რომელსაც ყოველდღურად ხმარ სუნამო შენი არომატია, შენი პარფიუმია და ხშირად ყიდულობ და სულ გაქვს ხოლმე. მე ვხედავ, რომ ეგ შეიძლება ეს სუნამო ეგეთი იყოს, ანუ 4-ვე სეზონზე რეალურად შეძლო გამოყენება. იქედან გამომდინარე, ხა ის ზამთარში იმდენად მძაფრი არ იქნება, რომ ეს მძაფრად აღიქვას ვინმე მან თუნდაც შენ როცა მიიპყურებ. თუ მაინდა-მაინც ეგ არა თქვენი მიზანი, ყოველს ერთნაირად არ უნდა, რომ არ ვიცი, მის გარშემო ყველა გრძნობს, რომ სუნამო აქვს მიიპყურებული, ამიტომ თუ გინდათ რომ ესე ოფისის რაღაც ოფიციალური სიტუაციის გარემოს ის სუნამო როცა არ არის აუცილებელი რომ ყოველი კარი შეღებაზე შენი სუნამო ხდებოდეს ვიღაცას ხელში, მე ვფიქრობ რომ ეგეთი სიტუაციებისთვის 4-ვე სეზონზე არაჩვეულებრივი არჩევანი იქნება. დიზაინერის სუნამოა, არც ესე ძვირი არ ღირს, მე ვფიქრობ იმისთვის რა ფასიც აქვს, სადღაც 30 მილილიტრიანი შეფუთვები შეძენა 30-ან 40 ევროს პარკლებში შეგიძლიათ უკვე, ყველაზე დიდი, ხანახან ფასდაკლებებზეც არის ხოლმე. მაგისთვის ძალიან კარგი არჩევანი. შემდეგი გვაქვს უფრო კლასიკური ვარდი. შემდეგი გვაქვს უფრო დახვეწილი ვარდი, უფრო ელეგანტური ვარდი, უფრო ქალური ვარდი. ამაზე 10-15 წლით უფროსი ვარდი. ეს არის მონგლან და მათი Bloom of Rose, ანუ ვარდების ყვავილები. ხო. ეს არის 2020 წლის სუნამო, ერთ-ერთი ფლენკერია, ამისი ორიგინალი პარფიუმიც მაქვს სხვათა შორის, რამოდენიმე სხვადასხვა არომატი აქვს ამ მონგლანის ხაზიდან ბრენდს. მართალი რო გითხრათ, ორიგინალი სუნამო, რადგან ოდნავ უფრო მძაფრია. ჩემ ფავორიტია ამ ხაზიდან, თუმცა ვისაც ვარდის სუნამოები გიყვართ, კლასიკური, მძაფრი ვარდი. ისა ბულგარული და თურქული ვარდები, Rose Absolu არის შეგნით, ანუ საკმაოდ მძაფრი ვარდი არის, ჟასმინთან, ვანილთან, ცხალთან და ლავანდასთან ერთად. ანუ ესა უფრო ყვავილების თაიგული. ანუ რა თქმა უნდა ვარდი არის დომინანტი, მაგრამ ოდნავ ლავანდასაც გრძნობთ, ვანილის სიტკბოც შემოდის, ოდნავ უფრო მეტად პუდროვანი ხდება, ვიდრე ეს ორი არომატი. ეს არის უფრო საღამო სუნამო, ჩემი აზრით. რაც ახლა რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგიძლიათ მიიპყუროთ ნებისმიერ სუნამო. ახლა რაღაცა რო ალხსნას სიტყვებით რო გადმოვცეს ყველაფერი, იმიტომ ამბობ ამას, თორე არსად არ წერია, რომ დღე უნდა მიიპყურო ამ მხოლოდ საღამოს, ხო? მაგრამ ანუ რო აგიხსნათ, ოდნავ უფრო მძაფრია, უფრო ძლიერი სილიაჟი აქვს, უფრო ხანგრძლივად რჩება კანზე. ჩემი აზრით უფრო აი საღამო მაკიაჟი გავიბრანჭებთ, ქალაქის შესაძლებლად გავდივართ. ჩემი აზრით უფრო ესეთია, უფრო ქალურია, უფრო დახვეწილია, უფრო ელეგანტურია. ანუ ასაკის მხრივაც ჩემი აზრით ძალიან არ მიყვარს ასე რაღაცა თქმა, მაგრამ ალბათ უფრო 30+, 35+. შემდეგი არის ტესტერი, ეს არის ოდნავ უფრო ბიუჯეტური სუნამო, ამ ხაზის ორიგინალი ვერსია სხვათა შორის ჩემი პირველი სუნამო იყო. პირველი ან ერთ-ერთი პირველი, რომელიც ჩემი ფულით ვიყიდე. ეს არის Jill Sanders'i Sunset. ეს არის 2022 წლის სუნამო, პარფიუმის ვერსია. 3 ნოტა გვაქვს სულ. რაღაცა გამორჩეული და გასაკუთრებული და 17000 სხვადასხვა ნოტა და 2 უმაღლესის დიპლომი რო უნდა გქონდეს, რომ სუნამო გაიგო, სანამ მიიპყურებ, ეგეთი არაფერი. ძალიან ისეთი კლასიკური ბიუჯეტური დიზაინერის სუნამოა, ატმით, ვარდით და პაჩულით. ეს არის მწიფე ატამი. არც თუ გაქვთ ის ბედნიერება, რომ სოფელი გქონდეთ და სოფლის ხილი, აი ხიდან ჩამოგიწვეტიათ მწიფე, აი კანი რო ძვრება. მზის ფერში რო არის უკვე გადასული ატამი, აი ეგეთი ატამი, მაგისი სიტკბო, გემრიელი სუნი ასდის ამ სუნამოს, რომელიც ვარდის ყვავილებით არის უფრო გალამაზებული, უფრო დახვეწილი ხდება, ანუ მაინდა-მაინც მხოლოდ ხილოვანი არომატი არ რჩება, რომ ძალიანაც არ დატკბეს, ზედმეტად ტკბილი არომატი არ არის. მოკლედ ეს ხილის და ყვავილების ულამაზესი ნაზავია. ძალიან მარტივი, ძალიან ელეგანტური სუნამოა, ყოველდღიური სუნამო. ეს არის დაუნანებლად დილით დროს გემრიელად მიიპყურებ, სადაც არ უნდა გადიოდეს სუპერმარკეტში მიდიხარ თუ სამსახურში, არ აქვს უშქვა, იმიტომ რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლია მოარგო, ძალიან უპრეტენზიო არომატია. ჩემთვის ესეთი არომატია. შორის არ აქვს ამ ბრენდს სუდი სუნამოები, ნუ ფასისთვის ვიტყოდი რომ არ აქვს სუდი სუნამოები, ხა ვერ გეტყვით რომ ვაიმე მთელი დღე ზის და აი დილით რომ მიიპყურე სახლიდან რომ გახვედი, სახლში მოდიხარ და ისევ სუნამოს გრძნობ. ასეთი არა, ფასიც არ აქვს მაგისი, შესაბამისად ეგეთი პრეტენზიებიც მოდით ნუ გვექნება, მაგრამ მინიმუმ 3-4 საათი თავისუფლად გრძნობთ კანზე, 30-50 მილilitrიანი შეფუთვებით, არც განიახლებთ უბრალოდ დღეს განმავლობაში და ეგ არის თვითონ არომატი, არის ძალიან სასიამოვნო, ძალიან დახვეწილი, კარგად გაკეთებული სუნამოა. აი უბრალოდ რო გინდა რომ კარგი სასიამოვნო არომატი აგდიოდეს და ბრენდს არ არჩევდა რაღაც ეს რაღაც. ეს აი მარტივი პირველი სწრაფი არჩევანი, ეგეც სუნამოა, საკმაოდ ისეთი ახალგაზრდული, კიდე ამას აქვს ვეპოტინები რატომღაც, მაგრამ არ ვიცი სხვანაირად როგორ აგიხსნათ. აი დაახლოებით რო გითხრათ ოდნავ ესე 25-30-მდე აი ენერგია დაახლოებით ეგეთი მოდის. თუმცა ეს იმას ანიშნავს, რომ 40 წლის ასაკში თუ თავს 20 წლის გაგოთ გრძნობთ, არ შეგიძლიათ ამ სუნამოს გამოყენება. რა თქმა უნდა, შეიძლება რაც გაგიხარდებათ, თქვენთვის ყოფილი შეიძლება. ოკეი, შემდეგი გვაქვს ოდნავ უფრო ძვირიანი დიზაინერი, ეს არის Gucci, Gucci-ს ახლა ეხლა ჩავწერე სხვათა შორის ვიდეო, ეხლა კი არა Gucci-ი იყო. გურულივით გუშხამ Beauty News-ების ვიდეო, რომელიც თქვენ უკვე ნახეთ წესით პირველი საიტ ერთება და დემნა გვასალია, რომ Gucci-ს კრეატიული დირექტორი გახდა.
რას ფიქრობთ მაგ ამბავზე? მოკლედ, ეს არის Gucci Flora Orchid. Gorgeous Orchid, ესე ქვია, ხო? კი, Gorgeous Orchid. ანუ ორქიდეის სუნამოა, ეს არის ახალი. ერთ ყველაზე ბოლო, კი, 2024 წლის არის, ანუ წესით 2025-ში ჯერ არ გამოვშვედა, მაგრამ გამომრჩა, მაგრამ მგონი არა. ეს არის ბოლო ვერსია, ბოლო ფლენკერი, ასე ვთქვათ, Gucci Flora-ს ხაზიდან, ორქიდეის ვერსია 2024 წლის სუნამო, ეს არის ტკბილი, ყვავილოვანი, კრემოვანი, ოდნავ სინთეტური არომატი დაყვება. ეს არის ვანილა. გახსნაში ვანილა გვაქვს, გაშლაში ვანილას ორქიდეა გვაქვს და ბაზის ნოტებში გვაქვს ოზონის ნოტები. ანუ ოზონის ნოტებსაც შეეხება, ამას ვახსენებ, ცოტა რთულია ხოლმე ოზონის ნოტების, ასე ვთქვათ, ესე დაწერილი ფურცელზე რომ გაიგო, რა იგულისხმება ოზონის ნოტებში. როცა უმეტეს შემთხვევაში ან პირდაპირ გაშლაში, ან პირდაპირ გახსნაშია ხოლმე, ან ბაზის ნოტებში. ოზონის ნოტები ნიშნავს, რომ ამით არის ნაგულისხმები, აი გარეთ რო გადიხარ. გაშლილი სივრცე, გაშლილი სივრცის არომატი, ეზო, ბაღი, პარკი, სიმწვანე, ბუნება. აი ესეთი არომატების ნაზავი, ასეთი ნოტების ნაზავი იგულისხმება, როცა ხედავთ ოზონის ნოტას. და ზუსტად ეგ არის, ესაა ბაღი, ესაა ყვავილების ბაღი, ესაა ყვავილების ეზო, ესაა სიმწვანე. ოღონდ ძალიან ტკბილი. ძალიან გურმანი, ეს ვანილათი დამტკბარი. უბრალოდ ისეთ არის, გურმასაც ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს აი რო იჭმევა ისეთი ვანილას გემო არა აქვს. აი ვანილას შაქრის, ვანილას პუდრის გემო არა აქვს. ესაა აი ორქიდეა ვანილა, ანუ ყვავილოვანი ვანილა. ესაა ვანილას ყვავილი. ეს არის აი ეს სუნით რო ტკბები და არა მაინდა-მაინც ის ვანილა, რომელსაც ნამსხვრევში ვიყენებთ. ანუ მაინდა-მაინც გურმანი ვანილა არ არის. შეიძლება მაგიტომაც არ არის ჩემ მაინდა-მაინც ფავორიტი თქო. იმიტომ რომ ცოტა ძალიან ბევრი ვანილაა. ყველა ფენაზე გაშლა გახსნა ბაზა. ყველგან ვანილაა და ცოტა ბევრია, ჩემთვის უნდა გითხრათ, ცოტა მონოქრომატული, ერთფეროვანი ხდება სუნამო. ანუ რაღაცა რო კონდეს კიდე. თუ ოზონის ნოტები, ანუ ამ ოზონის ნოტებს ავტომატურად მოაქვს ეს ოდნავ ხის ნოტა, ოდნავ მიწის ნოტა, ოდნავ ჰაერი, წყალი, ეს რაღაც ავტომატურად იგულისხმება. ხა ეს ერთი სიტყვა დაწერეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამაში ბევრი რაღაცა იგულისხმება ქვეშ, მაგრამ არ იგრძნობა ისე ძლიერად. ეს ვანილა და ეს ორქიდეის ეს ყვავილის სუნი იმდენად დომინანტია საათების განმავლობაში, რომ ასე ვთქვათ, სხვა ნოტებს არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ გამოჩნდნენ. არ ვიცი, რამდენად კარგად ახსენე, მაგრამ მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს. ამისი მინი ვერსიაც მაქვს, ეს ტესტერი ამისი პატარა საყვარელი მინი ვერსიები, რომ ისიც მიდევს თაროზე, მაგრამ აი ეს არის ერთი მიბკურება, სამსახურში მიბკურე ჩვენთან თავიდან რო გამოვიდა მაშინ და ტესტერი წამოვიღე სახლში, რომ მინდოდა რომ თან მოძრაობაში კიდე ერთხელ გამეტესტა, იმიტომ რომ იქ ხა მუდმივად სუნამოების გარემოცვაში რო ხარ და სულ რაღაცას აბკურებ, ცოტა გიჭირს. კარგად რო აღიქვა ზუსტად. ტესტერი წამოვიღე, ერთი გამოყენება და მე აღარც გამჩენია მართალი გითხრათ სურვილი რომ კიდე ერთხელ გამომეყენებინა ეს მინი ვერსიაც. ნუ მიდევს ხა პატარა მინი პარფიუმებს ვაგროვებ ხოლმე და კოლექციისთვის მიდევს და არა მაინდა-მაინც იმისთვის რომ ვაიმე აი მომწონს და გამოვიყენებ. თუმცა ეხა სულ რო ხაზი არ გადავუსვათ. ეგრეც არ არის საქმე. ეს იქნება ძალიან კარგი ბაზის პარფიუმი. აი უფრო ვარდის, უფრო ფრეშ, უფრო მწვანე სუნამოების ქვეშ იქნება კარგი ბაზის პარფიუმი. ხანგრძლივობას მიცემს ასეთ ფრეშ ცოცხალ სუნამოებს. ოდნავ სითბო თუ გიყვართ, ოდნავ სითბო თუ გიყვართ, ოდნავ მაგ ტექსტურას, მაგ ნოტებსაც მისცემს ბაზის ნოტებში და ხანგრძლივობას. მე ვფიქრობ, მაგისთვის არაჩვეულებრივი არჩევანი იქნება. უბრალოდ რამოდენიმე ფლენკერი აქვს უკვე ამ ფლორას ხაზიდან და მე მგონი ცოტა იდეები ამოეწურათ თქო, რაღაც ესეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა. არ ვიცი, ნახოთ. მოდის სახლის ახალი კრეატიული დირექტორი ცოტა პარფიუმების განყოფილებაშიც თუ გადმოიხედავს, შეიძლება რაღაცა ახალი იდეებით გამოვჩნდეთ 2025-ში, ნახოთ. შემდეგი და ბოლო სუნამო არის ესკადას სახლიდან. ესკადა ხო ესპანურად კიბეს ნიშნავს. მე ვმუშაობდი რაღაც პერიოდი, მაინც ესპანელები არ იყვნენ, ანუ ჩრდილოეთ აფრიკიდან იყვნენ, რომლებიც განმოსულები იყვნენ და უმეტესობა ესპანეთში ცხოვრობდნენ და ესპანეთის მოქალაქეობა ჰქონდათ და მე გერმანიაში იყვნენ განმოსულები და რაღაცა სიტყვები ესპანური მახსოვს იმათ გამგლებ no tengo dinero. ფული არ მაქვს. ჩემი თანაშრომელი სულ ამას იძახდა. ხო და აი ხალხმა ხო უცხო ენაზე პირველ რიგში გამარჯობა ნახვამდის და როგორ ხარ იცის. მე შემიძლია ესპანურად გითხრათ რომ ფული არ მაქვს. აი ასეთი გავლენა აქვს გარემოცვას ადამიანზე. მოკლედ, ეს არის Santorini Sunrise, ანუ Santorinis მზის ამოსვლა. ეს გადასახლიდან 2023 წლის პარფიუმის სუნამოა, ძალიან ყვავილოვანი, ტკბილი და ამასაც ცოტა სინთეტური არომატი დაყვება გეტყვით. ეს არის მანდარინის სორბე, ბერგამოტის სორბე, ჟასმინი და წითელი წიწაკა. ესაა მედიტერანული ზაფხული. ეს არის ხმელთა შუა ზღვის ზაფხული.
ესაა სანაპიროს ქალაქი. სანაპირო. სუის სანაპირო ეს არის შვებულება. ეს სუნამო მახსენებს მე და ნანიკო ვიყავით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. რიმინისთან ერთად პატარა ქალაქში ვისვენებდით სანაპიროზე მახსოვს და ეს სუნამო რო გავაბყურე, აი ზუსტად მოგონებებით გონებაში მაშინვე გამოვჩნდი. ზაფხულის ზღვის ქალაქის არომატები, რაღაცა ყვავილები, მზეს ოზონური არომატები, როგორც ახსენით, ნაყინი ჯელატოს, აი ეს სორბეს, მანდარინის და ბერგამოტის სორბე რაც არის, აი ეს ჯელატოს არომატები წარმოიდგინეთ, ძალიან ფრეში, ციტრუსოვანი, ვანისფერი ციცაკის ოდნავ პიკანტური არომატით დაყვება. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ აი ამაზე გითხარით, რომ ამას სიტყვა თითქმის არა აქვს თქო. ეს ძალიან ფრეშ და ცოცხალი არომატები არის, მაგრამ არ ვიცი, ეს ესეთი ბევრი შაქრით გაკეთებული ჯელატოა. განსაკუთრებით თავიდან მოდის ცოტა ეს სიტყვა. ანზე მე რო ჯდება, მე უფრო ხილოვანი ხდება. მე უფრო ხილის არომატები მოდის და აი სადღაც ძალიან მსუბუქად ჟასმინს ან ყვავილების არომატს ვცნობთ, მაგრამ საკმაოდ მსუბუქად უფრო ხილის სუნამოა, ვისაც ხილის არომატები უფრო გიყვართ ვიდრე ყვავილების არომატები. მე ვფიქრობ, რომ თქვენთვის უფრო კარგი არჩევანი იქნება. მოკლედ ხილის არომატებისთვის ეს კადა უფრო გვაქვს. ყვავილები ამორს უფრო ვიტყოდი, ოდნავ უფრო ტკბილი ხილი ჯილ სენდერს ვიტყოდი, ტკბილი გუჩი და უფრო მწვანე ფრეშ outdoor არომატი სახელი, რომელიც აღარც მახსოვს გუგლმა რა მითხრა. ესენი ეს 6-ის უნამო, რომელთა შესახებაც მინდოდა რომ დღეს მესაუბრა, აუცილებლად შემეხმიანეთ კომენტარებში, რამე თუ არის ისეთი, რაც გაინტერესებთ. გასაფხულის უნამო. მე შარშანდელი მაქვს ესე გონებაში ჩარჩენილი სიმონე ანდროელის Party in the Bay, Malibu. ეგ მაგაზე უკეთესი ვერაფერი ვიპოვე. ანუ ყოველ შემთხვევაში ეხა ამ ზამთარში არც გამოსულა ჯერ საფხულის სუნამოები. წესით ეხა არის სეზონი, რომ აი რეპლიკას აქვს ახალი სუნამო, YSL-ს აქვს ახალი სუნამო, Sol de Janeiro-ს აქვს ახალი სპრეი. ანუ ეხა და ეხა მოდის, რა თქმა უნდა, ანუ გარს არ გასაკვირო ჯერ არაფერი ვიპოვნია, მაგრამ ეს არ ვიცი, ციტრუსოვანი არომატი თუ გიყვართ, თუ ვინმეს აგინახავთ ეხა შარშანდელი ვიდეო ვაინდამაინც, ვისაც აი ციტრუსოვანი, აი რეალურად ძალიან კარგად გაკეთებული დახვეწილი ციტრუსის არომატი. Party, კოქტეილი, სანაპირო, მზის ჩასვლა, შვებულება, მაგაზე მენდეთ. ტესტერი იყიდეთ, მაინც ან შედიც არ მე დატესტეთ, არ ვიცი, ახლა დუგლასშიც იყიდება გერმანიაში მაგალითად, წესით Sephora-საც აქვს, წესით თუ არ მეშლება, მოგეთ ბევრ განახავთ დარწმუნებული ვარ, რაღაც ესეთი უცხო სუნამო არ არის. კარგით მეგობრებო, დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო. თუ სხვა სუნამოების ვიდეოები გაინტერესებთ, პლეილისტ დაგიტოვებთ ვიდეოს ბოლოს. ერთ ვიდეოს YouTube-ის ალგორითმით შეარჩევს თქვენთვის და თუ დრო გაქვთ სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება, არ დაგავწყოთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო. დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao.